გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელებო. 2026 წელი დადგა. დღეს ჩვენ გავდივართ ეთერში. დღევანდელი დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა და ჩვენი გადაცემა იქნება მიძღვნილი სწორედ იმ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობებზე, რა პოლიტიკური მდგომარეობასა, რა ესე იგი პრობლემატური საკითხების დღეს არათუ მარტო საქართველოს წინაშე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. ყველაფერი მინახი ადამიანს, ყველაფერი ამდენი წლის კაცი ვარ. ახლა გადაცემები, რაღაც კრიმინალური გარჩევები, ესეთი რაღაცეები იყო მით უმეტეს 90-იან წლებში ჩვენთან საქართველოში ადამიანს გაიტაცებდნენ და გამოსასხის ცხოვრდნენ და მერე იყო მთელი საქმის გარჩევები და მოკლედ ავტორიტეტების ჩართვები და რა ვიცი, რას არ აკეთებდნენ, მაგრამ პრეზიდენტი რო პრეზიდენტს იტაცებდეს, ესეთი რაღაცა მე არ მინახია რა, სოფლიოს არ ახსოვს ესეთი რაღაცა რა. რომ ერთმა პრეზიდენტმა მეორე ქვეყნის პრეზიდენტს მოიტაცა. ან მოიტაცა? ან სად იყო სახელმწიფოს უსაფრთხოება, ან სად იყო სახელმწიფოს ძალოვნები. საერთოდ სად იყვნენ ამ ქვეყანაში მთლიანად მთელი ის სისტემა, რომელიც სისტემას პრეზიდენტს ბუზის კი არ უნდა დააფრინდეს პრეზიდენტს. სად იყო მისი უსაფრთხოება? ან შემოდის ქვეყანაში უცხო ქვეყნის საფრენი აპარატები, ხო? საჰაერო თავდაცვა სად იყო საერთოდ პარალიზებული იყო, გააქრეს ყველაფერი, კაცო მოკლეს, თუ მთელი ეს ზალონები აორთქლეს. რაში იყო საქმე, რა მოხდა? აქ ბევრი კითხვები არის. ძალიან ბევრი კითხვები არის ამასთან დაკავშირებით და მით უმეტეს ასე უმტკივნეულოდ ასეთი რაღაც ამას ოპერაციასაც ვერ დავათქვევდი მე. სპექტაკლი უფრო სპექტაკლის სახელი უფრო მოუხდებოდა ამას. დღეს ამ საკითხებზე გვექნება ჩვენ საუბარი, ასევე გვექნება შიდა პრობლემებზე საუბარი ჩვენ ქვეყანაში. ასევე გვექნება სხვა დანარჩენ კიდევ საკითხებზე საუბარი, რომელიც საკითხებიც არის დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბიროს თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ მაკარიძე. ბატონო თეიმურ, მოგესალმებით. მოგესალმებით. გილოცავთ, უკვე ახალი წელი არის, დღეს 2026-ში უკვე პირველად ახართ ჩემთან სტუდიაში და ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ტელევიზიაში, ჩვენ სტუდიაში და მართლა მშვიდობა მოგწევს და გადაცემები აღარ მოხდარ იყოს. და არ საკითხა. რა ხდება ბატონო თეიმურ, ესე იგი ჩემთვის მე ახლა რა ვიცი, მე როგორც სამხედრო სპეციალისტი, მე ამას სულ სხვანაირად უყურებ და უფრო დადგმულ სპექტაკლად მიმაჩია, ვიდრე რაღაცა რეალურად ჩატარებული რაღაც გარკვეული სპეცოპერაცია, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები არ ტარდება ასე. ის სხვანაირად ტარდება. ხო და თქვენ როგორ რას ვფიქრობთ, რა იყო, რა მოხდა? მადურა, რომელიც ასე აორთქლეს პირდაპირ ლოგინიდან გაიგე და ათმის ერთით მას არ ჩამოარდნია. ეს რა იყო, რა ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არის თუ არა შეთანხმება მადურასა და ტრამპის შორის რაღაც გარკვეულ საკითხებში. მოგესალმებით ბატონ ტრისტან. მივესალმები თქვენი ტელევიზიის ერთგულ მაყურებელს, მივესალმები სრულიად საქართველოს, მის შვილებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რადგან თქვენ აუდიტორია ძალიან ცნობადი არის საზღვარგარეთაც კი. გილოცავთ შობა ახალ წელს, მართალია მართლმადიდებლური შობა ახალი წელი ჯერ არ არის. 7-ში მოვა და 14-ში აუცილებლად ვიზეიმებთ იმას, როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა და თვითეული ჩვენთაგანი და უღრმესი მადლობა, რომ პირველი გადაცემა არის მიძღვნილი აი ამ საკითხებთან და ვართ ეთერში 2026 წელს პირველში მართ გადავიდეთ. ძალიან საინტერესო დაიწყო ეს 2026 წელი რა. რამდენადაც საინტერესო დაიწყო, იმდენადაც ეიფორიაშია და გაურკვევლობა არის არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. თქვენ ძალიან კარგად განმარტეთ და სწორად დასვით კითხვა, ნამდვილად მარტებულია თქვენი დასვული კითხვა. რადგანაც მე პირდაპირ პასუხი ნამდვილად გამიჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს პოლიტიკური გამოცდილებაც და ვარ პოლიტეკონომიის მიმართულების სპეციალისტი და მკვლევარი. ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ ეს რაღაც ახალი ხილია. ახალი ერა დაიწყო 2026 წელი, ეს არის სოფლიოს ახალი ერა. რითაც დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმის დახატვა, საერთოდ იმის შემოქმედება, რაც გააკეთა. მართალი ბრძანეთ, ნამდვილად მე ვიცნობ დედაქალაქის კარაკასის
ორ პროფესორს ძალიან ახლოს მიგვიღია ჩვენ ერთად მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კონფერენციებში და სხვათა შორის ძალიან გაწონასწორებული და ძალიან კარგი ადამიანები არიან. განსაკუთრებით ქალბატონი და ბატონი იყო განსაკუთრებით მამაკაცი. და მე მისი შეხედულებები ვიცი საერთოდ თავისი ქვეყნის ვენესუელის მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების და დღევანდელი მდგომარეობა თუ როგორ არის პოლიტიკური მდგომარეობა მთელ მსოფლიოში და მე მეორე რაღაცას ვიზიარებ სხვათა შორის და ძალიან ესე იგი იდეოლოგიურად თანხმედრაში მოვედით ისეთი რამ ილაპარაკა მან ჩემთან არაერთხელ. მაგრამ მასი არ არის დამოკიდებული ახლა იმიტომ რომ მან მაშინ დამიფიქსირა რომ ჩვენთან სახელმწიფოში ესეთი აზროვნება აქვს ძალიან ცოტას და ამ ცოტას აზროვნებას არ ითვალისწინებენ. ეხლა გავს რაღაცით საქართველოს და მე მგონი სულად გავს. იმიტომ რომ გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ნაკლებობა არის და დეფიციტი არის. რამდენადაც შეიძლება არ იყოს დეფიციტი ჩვენთან, მაგრამ უკვე ნაკლებობა ჩანს, იმიტომ რომ გასულია მოსახლეობა, თუ გაქცეულია, თუ ნები, თუ ნებლიეთ წასულია, ეგ უკვე თვითონ გადაწყვიტოს მაყურებელმა. რაც შეეხება ძირითად კითხვას, რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. ერთი არსებობს ქვეყანა, თუ ქვეყანა და სუვერენული ქვეყანა არის საერთოდ, მას უსაფრთხოების სამსახური გააჩნია და გააჩნია დაზვერვის სამსახური და გააჩნია კონტრდაზვერვის სამსახური. ეს ერთი. მეორე გააჩნია ჰაერსიწინააღმდეგო თავდაცვა, რომელიც აბსოლუტურად გასამხედროებულია და ეს არის სამხედრო დანიშნულების. ეხლა ვენესუელა, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიულად სამხრეთ ამერიკაში, მას ზღვაც აქვს თავისი და ზღვითაც დაცული უნდა იყოს და ფლოტილია უნდა ყავდეს მას. ესე იგი, არც ფლოტი გამოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, არც დაზვერვის სამსახური, არც კონტრდაზვერვის სამსახური, არც საჰაერო ისე შევიდა, ესე იგი, სპეცსამსახურები, ესე დავარქვათ და სპეცდანიშნულების რაზმი რამოდენიმე ამერიკის შეერთებული შტატისა სპეციალურად გაწვრთნილი, ნებისმიერი წერტილი იცოდნენ კარაკასში და ისიც კი იცოდნენ სად ეძინა, სად გადაადგილდებოდა ვისთან ერთად იყო. ეხლა ესეთი სპეცოპერაცია უსისხლოდ და ომის გარეშე თან როდესაც დედაქალაქამდე მიდის უკვე დესანტი სული ამ სიტყვის მნიშვნელობა და პრეზიდენტი მიყავთ ცოლ-შვილი და სულ-მთელი ოჯახი რა. ეს ცოტა გეუბნებით რა, ახალი რაღაც არის, მაგრამ არის ესე იგი გემახსოვრება ჩვენ ესეთი ჟარგონები იყო ხოლმე ახალგაზრდობაში, ტოსილნე ტოტით პრավ. ბოდიში ამაზე, მაგრამ აი ესე ჟღერს უკეთესად და იმიტომ ვთქვა, ან სილა jest უმანინადა, მაგრამ ეს უფრო ამერიკელებს არ მიესადაგება, იმიტომ რომ სილა jest უმანინადა, არა პრაგმატულად აზროვნებენ და მათ აქვთ შორს გაწერილი გეგმები, არა 2 წლიანი და 3 წლიანი და მოკლევადიანი, 10 წლიანი, 25 წლიანი, რომელსაც ისინი არასოდეს არ გადაუხვევენ ამას რა, ამის ილუზია ნუ ეკნება ნუ საქართველოში, ნუ საქართველოს გარეთ, ნუ რა ვიცი, იმიტომ რომ ისი არის გაწერილი ყველაფერი და ისი არის მოწყობა, სახელმწიფოს მოწყობა ამერიკის შეერთებული შტატების. იქ აი რო ჩონგურივით არის თავიანთვის აწყობილი ყველაფერი რა და მათ იციან პიარის სად უნდა გააკეთონ. აი მაგალითად მე შეიძლება არავის არ უთქვავს დღევანდელ დღემდე, მაგრამ აბო როდესაც ტრამპის ესე იგი მეორად გაიმარჯვა ტრამპმა რა, რამოდენიმეჯერ მას ჰქონდა სპეციალურად პიარი გაკეთებული, არა თავისი, სახელმწიფოც კი დაეხმარა და ყველანი და ხალხი. რომ მის წისქვილზე, მის არჩევაზე ყოფილიყო, იმას გაემარჯვა რა. და
ეხლა პასუხი რომ მოგცეთ, მე ვიქნები ალბათ არანორმალური ადამიანი თუ რა მოხდა. არა, მე ხა შეხედე რა ხდება ბატონო, მოდი ვიმჯეროთ ახლა მე და თქვენ თქვენ პასუხს ვერ მომცეთ და დეტალებში თქვენ მაგასაც ვერ არა, მე არ ვიცი რა სახელებია. ვერ შევაბასებ. რა სახელებია მე არ ვიცი. ჩვენ ვარაუდებს ვამბობთ ახლა, ვარაუდებს. ახლა მე ვეთქვენ, აგიხსნით ახლა ნახეთ. ასა მსგავსი ოპერაციის ჩატარება, რაც ახლა ასაც ამერიკელები ამბობენ, რომ ჩვენ ორი თვე ვიმუშავებთ ამ ოპერაციის შესამუშავებლად. ორი თვე ახლა ორი თვე ახლა ორი თვე კი არა ზღაპარი ორი თვეში ზემნილები რომ არიან კრიმინალები იმას ვერ აკავებენ და ვერ აპატიმრებენ და ვერ მოყავთ ხო ეხლა გავსვლით მაგრამ ახლა რა ხდება შეხედე კარგი ახლა რასაც ამერიკელები ამბობენ და რასაც ტრამპი აცხადებს რომ ჩვენ ჩავატარეთ სპეცოპერაცია და დავაპატიმრეთ მადურავ ხო ეს ვენესუელას პრეზიდენტი კრიმინალი პრეზიდენტი ახლა გასაგებია თქვენ დასვენეთ დაზვერვა დაზვერვის მას ხავს როგორც შიდა ისე საგარეო დაზვერვა. რა თქმა უნდა. არის დაზვერვაში კონტ დაზვერვა. არის კიდევ სპეციალური განყოფი დაზვერვაში, სადაც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტზე. დიახ. საგარეო გარე საფრთხეებთან და პირადი დაცვა. გარე საფრთხეებთან არა, დაზვერვას გეუბნები. დაზვერვა. გარე საფრთხეებთან დაკავშირებით, სადაც ის მთელი ოპერატიული ინფორმაციები მოდის და მიდის მისი დამუშავებები და შესაბამისად ამის საფუძველზე მე პრევენციები და ზომების მიღება მთელი ეს კომპლექსური მუშაობა, ხო? ეხლა კარგი, ესე იგი დაზვერვა ვერ იმუშავა, ხო? საგარეო დაზვერვა. და არანაირი ინფორმაცია მას არ ქონდა, ვერ მოიპოვეს ვერაფერი, ისე ქონდათ ამერიკელებს გასაიდუმლოებული ეს ოპერაცია და მოხდა ისე რომ, ნუ დაზვერვა იმან შიდა სპეციალურ განყოფებმა ვერანაირი ინფორმაციები ვერ დამუშავეს, ხო? ეხლა შემოიჭრა შენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა რამოდენიმე ვერტფრენი და რამოდენიმე ბომბდამშენი, რომელიც საერთოდ არ გამოჩერდა რადიოლოკაციურ სადგურებში, იგი საერთოდ ну ამბობენ რომ დახშობა იყო და დესანტი. ხო და პლუს ამას დესანტი. ყავს თავდაცვის მინისტრი. ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხო? ყავს უშიშროების მინისტრი, გაიგე? და ყავს მთელი ეს აემხელა დიდი ბირთვი. ანუ ეხლა იცი რა არის? პრეზიდენტის წაყვანა ესე ადვილად და ასეთი ფორმებით არ ხდება. ну а ბევრი კითხვები აი რასაც მე ვამბობ ახლა ხო თქვენ ხომ მეთანხმებით ამ საკითხს რა თქმა უნდა გავშალოთ რა თქმა უნდა როგორ თქვენ ბრძანებთ პრეზიდენტის ესე წაყვანა პირველ ყოფილ თემში არ ხდებოდა რაიმე ნაწილი ამ მოსახლეობისა ცალკე თუ იყო თუ ვინმე უცხო მივიდო და ომი ხდებოდა ხელჩართული ომი ხდებოდა მაშინ რა თქონდათ ავტომატი და რა თქონდათ ლაზერი და ესა რა და თუ ვინმე ესე იგი ძლიერი რომელიც იყო ის იმარჯვებდა და მე ხოცავდნენ და იყო ერთიანობის რა ესე როგორ შეიძლება ეხლა თქვენ კარგად ბრძადეთ ეხლა გასაიდუმლოებული რა გასაიდუმლოებული თვითონ ამერიკას ქონდა დიდი ხნის წინ ეს არ არის ერთი დღის და ორი დღის მოდი გავშალოთ დიდი ხანია თვალი ადგას ვენესუელას თვალი ადგათ მაგათ დიდი ხანია არა მარტო 1 წელი და 2 წელი და 3 წელი ეხლა პირდაპირ ნადირობა მიდის რადგანაც ბუნებრივი რესურსები ახლა ზირეთად ნავთობი მილევადია საერთოდ ბუნებრივი რესურსებია რა მიუხედავად იმისა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი რესურსები გააჩნია რომელიც არის ხელშეუხლებელი ჯერჯერობით იმიტომ რომ როდესაც იმას კონკრეტიკაში დაჭირდება ძალიან აუცილებლობის შემთხვევაში გახსნიან მაშინ ეხლა 78 წელში ვსწავლობდი ეკონომიკურ გეოგრაფიაში მაგას სკოლაში გეოგრაფიაში და ისტორიაში და კი ისეთი მასწავლებლები მყავდა მე მასწავლინე ეხლა სხვა სკოლა არ ვიცი მე მაგრამ ნუ მაშინ ზოგადი სწავლება იყო ძალიან მაგრამ შეხედეთ ერთი მომენტი არის რადგანაც ეხლა უკვე თელი მსოფლიო უკვე გადალაგდა რომ ერთპოლუსიანი არ უნდა იყოს მსოფლიო და უნდა იყოს მრავალპოლუსიანი აქ ჩინეთის ფაქტორი, ინდოეთის ფაქტორი, რუსეთის ფაქტორი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსეთ-ამერიკას შორის მიდის, ამერიკა საბჭოთა კავშირის შორის მიდიოდა ყოველთვის დაპირისპირება რუსეთი არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა ეს მილევადი რესურსები ამერიკისათვის არის საგანგაშო. თან იდეოლოგიურად ტრამპი რომელი მხრიდანაც მოვიდა და გახდა პრეზიდენტი, ის არის
დაყრდნობილი ბიზნესმენებზე და ფულზე და პირდაპირ პირველივე განცხადებები რომელიც მან გააკეთა უნდა იყიდოს, ან უნდა გარიგდეს, ან უნდა იუაჭროს. იგივე გააკეთა გრენლანდიაზე, მაგრამ გრენლანდია დანიის არის რა, თან დანია არის ნატოს წევრი ქვეყანა რა და აი სიმპათიებით არც ნატოს არ უყურებს რა. გრენლანდიას იზახ ჩემი არის უკუნავი ხო, დარწმუნებული ვარ რომ ნებით თუ არა ძალით წაიღეს. არ არის გამორიცხული ხვალ გრენლანდიის პრეზიდენტი არ მოიპაროს. არ არის გამორიცხული რა. ეგრე შეიძლება საქართველოში და ჩამოსხას დესანტი და ვიღაცა წაიყვანოს საქართველოს. ესე თუ თქვით არ იქნებიან არ გეიხედავენ თორე ჩვენი მეზობლებისკენ. ხო, მაგათ ეს ბედი ელოდებათ. ხო, ნუ სხვათა შორის დაუშვათ. იმიტომ რომ ვენესუელა 10 ჯერ ჩვენზე დიდი ქვეყანა არის და 100 ჯერ მეტი მდიდარი არის თავისი გაზითა და თავისი აქ რა თქმა უნდა ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების არის გაზი და ნავთობი, განსაკუთრებით ნავთობი. და რა არის ახლა? რუსეთთან შედარებით ამერიკას უპირატესობა აქვს ტექნოლოგიებში, ნავთობ გადამუშავების ტექნოლოგიებში. და ის როგორც მძიმე ნავთობს, ესევე ჩვეულებრივ მოპოვებულ ნავთობს, სუბუქ ნავთობად, ანუ ავტომობილების საწვავად, მძიმე ნავთობის სპეციალისტები არიან და მძიმე ნავთობს მოიპოვებს და აწარმოებს რუსეთიც რა. მაგრამ არის ერთი რაღაცა, 3000 კილომეტრი არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ცოტა 2700 კილომეტრი ვენესუელას შორის. თან არის კონტინენტი არის ერთი. ჩრდილო, ნუ ერთი არ არის, ორი კონტინენტია, ჩრდილო და სამხრეთ კონტინენტი, მაგრამ ნუ ზღვითაც მიდგომა შეიძლება, იმიტომ რომ ახლა ტანკერები ფაქტობრივად, როდესაც დიდმანძილზე გადადის, ტანკერებით გადადის, საერთოდ ნავთობი და მერე გადამუშავება და გაიხსენეთ ერთი მომენტი, როდესაც ევროპის წამყვან ბრენდ ფაბრიკა ქარხნებს ეპატიჟება ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრმა გააკეთა განაცხადი და წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ისე უნდა რომ გამოკაჭოს და მაგაზე განცხადებაც გააკეთა. ჩვენ რო გქონდა დაკარგული უნდა დავიბრუნოთ. არა ეს გასაგებია ნახე ბატონო თემურ. არა, მე რას გეუბნები? რა არის ეს განცხადება ცოტა საგანგაშოა რომ მას კი ინტერესი აქვს ნავთობის ინტერესი. ნახე ეს გასაგები არის რომ პიტა ღიათ იძახეს ტრამპი რომ მე მინდა ნავთობი, ვენესუელას ნავთობი. ამას იძახეს ღიათ ამბობს, ხო? მაგრამ ახლა მე რას გეუბნები, ცი? ნახეთ თვითონ ოპერაცია რაღაც ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. ხვდები რა შეასრულა? ნუ ახლა მან ხო, ახლა კარგი. მაგეთ შევაფასო. შეხედე, ნახე ახლა კარგით. მას თვითონ მადურას ბრაზდებენ რომ ეს იყო ნარკო, ესე იგი რომ მოვაჭრე და თელი ეს ისეთი ამერიკაში ვენესუელიდან შედიოდა ეს დიდი კი შედიოდა ნარკოტიკები გასაგებია და ნუ არავინ არ იცის ეგ დაუშვათ ეს თვითონ მადურა ამას აკეთებდა. არა მომისი რას გეუბნები შეხედე რას მეუბნები. დაუშვათ მადურა ამას აკეთებდა და მადურაზე იყო გამისნული ეს ოპერაცია და ის უნდა წაიყვანათ. ცოლი რა შუაშია? გასაგებია. ნუ ეხლა მანდ შეგვიძლია ჩვენ რამოდენიმე ვერსიაზე ვისაუბროთ. ან უფრო გარეთ მოხდა გარიგება, ეს ერთი ვარიანტი. ან ისტორიიდან გამომდინარე წინამორბედი და იმის წინამორბედი და საერთოდ როგორც შეიქმნა ვენესუელა და იქ პრეზიდენტები როგორ ჩამოიცილე, ზოგი მოკლე, ზოგი ის და ეს რომ ნარკოტიკების სამყაროა და ნარკოტიკების სამშობლოა, ეს ცოტა ნაკლებად ბჯერა, იმიტომ რომ აი კოლუმბია, მექსიკა და ესენი გაცილებით ესე იგი მეტი და რა ვიცი, სხვა სახელმწიფოები კიდე ის ვითომ ნეიტრალური რო არის რა და რა აღმოსავლეთში აგერ ჩვენთან აღმოსავლეთში ცოტაა ესეთ სახელმწიფოები, მაგრამ აფრიკა, მაგრამ ეს ნაკლებად ამ ნარკოტიკებზე აქ იყო ინტერესი ეს, მაგრამ პირველი ცოტა ზემოთ ვერ გეტყვით ახლა კონკრეტიკა ვისთან იყო გაერთიანებული, ის გარიგებული, მაგრამ თვითონ მადურომაც შეიძლება გადაწყვიტა ესეთი რაღაცა. მოდი არ გავაპარტახებინო ჩემი სახელმწიფო, ნუ დაშლიან და ნუ დაბომბავენ სულ და აჰა, ჩაგბარდები და წამიყვანე, ოღონ გარანტია მომეც. არც ეს არის გამორიცხული. აი ზუსტად ბაბადია და აი ზუსტად სადღაც
მეც იქ მივდივარ. ო შეიძლება. კიდევ არის ერთი ვარიანტი. არა, ეხლა შეხედე რა ხდება, ეხლა ნუ ახლა სპეცოპერაცია და ეს მისი რაღაც წაყვანა და ეს რაღაცეები, რომ ესე თვითონ დამოუკიდებლად გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების გამორიცხული არის, ხო, მაგას დამოუკიდებლად გააკეთებდა, არც გააკეთებდა და რეალობა სინამდვილეში ეს არ გააკეთებოდა ასე სხეულის გარეშე, ხო? არ გააკეთებოდა. ვიღაც ან ამერიკელი სპეცსაზების დაიღუპებოდა და ან მადუროს დაცვის მხრიდან, გაიგე, ხო? მესამე ვარიანტი. აი ეს ასაც ვენაბობთ, ხო? ეს უფრო ახლოს არის, გაიგე? მესამე ვარიანტი კიდე. ან ყველა მადუროს გარდა მოსყიდული ყავდა, აბსოლუტურად მოსყიდული ყავდა. მხოლოდ მოუსყიდავ იყო მადუროს ოჯახი, ვთქვათ. და შევიდა და როგორც დაინახე ეს სურათი, დამორჩილდა რა, ჭაბარდა, ესე იგი სხვა გამოსავალი არ იყო. ხო. ნუ აი ახლა იქ მე კადრები არ მინახავს, რომ წინააღმდეგო გაეწე და ცოტა სხვა კადრები ვნახე, რომ ნუ დაყაბულდა რა. ხო და აი ეს ვარიანტები არის. აი ახლა რომელი ვარიანტიზე შეგვიძლია ვიმჯელოთ, მაგრამ მე უფრო შეიძლება იყო კულუარული გაფრთხილება და მინიშნება კიდევაც თვითონ მადუროს მიმართ და როდესაც ესე იგი დადგა ეს მომენტი შეიძლება არ იცოდა ზუსტი დრო, მაგრამ ჩანს რომ წინააღმდეგო ესეთი და აი ესე რომ იქ ნავთობაზა დაბომბა და რაღაცა ეს იმის გულისთვის რომ აი სოფლიო დაინახა რომ სპეცოპერაცია ჩაატარა და რაღაცა ხო უნდა გაეკეთებინა. არა ბატონო თემო ძალიან დიდი ეჭვები ახლა მე სამხედრო თვალსაზრისით და საერთოდ ეს მსგავსი ოპერაციები ხო ასე არ ტარდება. დამეჯერეთ რეგლას ნებისმიერ სპეციალისტს მოგეუბნები 26 წელი დაიწყო სიურპრიზები. მე გავამრიცხეთ ნებისმიერ სხვა შეეკითხეთ ჩემგან და ასეთი ოპერაციები და ასე ამ დონეზე ჩატარება და ასე რაღაც გაურკვეველი იქ წინააღმდეგობების გარეშე და ყველა თელ სახელმწიფოს ზინავს მტარია, თელი სახელმწიფო მტარია, მარტო ესე იგი პრეზიდენტი არის ისა ფხიზლად გაიგე და კიდე არა უბრალოდ ღიმილის მოუბრელია, მაგრამ გულის სიღრმეში აი სინანული მაქვს, მადურო სინანული კი არა მაქვს. ჩვენი საქართველოს მიმართ მაქვს სინანული, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა შეიძლება მოხდეს. და არაფრით არა ვარ დაცული, აბსოლუტურად. საქართველოს შეეხეთ და საქართველოში აქ წამოყვე ჭინკება თავი, გაიგე? აპა ჰოტელი ზარზეიმი კაც აპა შეხახავ მადურა წაიყვანეს მე იქ პუტინის მიაღოლეს მე იქ ხო არა პუტინს მალე მიაღოლეს ორბანის მიაღოლეს ფისოს მიაღოლეს ნუ რა ვიცი ყველა ის ვით მაგათ არ მოწონს ხო მაგრამ მე მადურას დააბრალეს აი მე მგონი ივანიშვილის მიაღოლეს ხო ივანიშვილის მიაღოლეს მე მადურას დააბრალეს აფხაზეთი და სამაჩაბლო აღირავ თქვენ უტვინუებო თქვენ წინ გამორეცხილებო აი თქვენ მართლა ავამტყოფებო მეტი არაფერი ახლა თქვენ ავამტყოფებო თქვენ იგიც არ იცით ვენესუელაში ვინ იყო მაშინ პრეზიდენტი რომელსაც აღიარა აფხაზეთის სამაჩაბლო იგიც არ იცით გაიგე ეს იყო უგო ჩავესმა აღიარა აფხაზეთის სამაჩაბლოს დამოუკიდებლად და არა მადურამ გაიგე რო იწვევს თქვენ აი არა ამათო ხო კარნაკი უნდა თქვა ყველაფერი რასაც უკვეთავ გამოდიან ახლა და არიან ეთამბავში და აი ნახეთ და ახლა ტრამპი თურმე მაგათვით ტრამპს ხوادრებ ლანძღავდნენ გაიგე ახლა ტრამპი მიწასარასორებდნენ და საერთოდ ტრამპის ადმინისტრაციას აღარ თანამშრომლობდნენ აი ახლა უკვე კი ბატონო მომისმინეთ ახლა აქეთ ვიზა მადურო კი არა თქვენ საქართველოს რო იტაცებენ ამას ვერ ხვდებით საქართველოს რო იტაცებულია უკვე გატაცებული რო საქართველოს ამას ვერ ხვდებით და ამაზე გამოდით ამაზე იყვირეთ ამაზე გაატეხეთ ერთი ამბები და ამაზე და შემოკარეთ განგაშიზარები რომ საქართველოს მოიტაცეს გაიგეთ პირველში გავედი კაცო იმასე წავიყვანე შვილიშვილი რა ნაზვის ხეზე რაღაცა და მე იქ ქართველი ვერ ვნახე რა თეთრი სახე ვერ ბატონო თემო თეთრი სახე ვერ ვნახე რა ფათაშორი ძალიან ბევრმა მითხრა ვერ ნახე მე შევესწარი ამას რუსთაველზე საშინელება იყო კაცო ვერ ნახე ქართველი ვერ ვნახე გაიგე მეტროში ჩავედი ქართველი ვერ ვნახე გაიგე ტრაგედია ეს საშინელება ამაზე შემოკარეთ განგაშიზარები და ამაზე იყვირეთ და ამაზე გამოდით და ამაზე დავდგეთ ერთად რომ ესე რომ თვალსაჩინო გვეკარგება ეს ქვეყანა და ეს ახლა ამას თავიდანები ამ მიგრანტებს აი მას კაცო ამ მიწებთან დაკავშირებით ბატონო თემო რა ხდებოდი ძალიან რა კარგად აი კარგია რომ თქვით ეხლა რა აი მარტო მიგრანტები მიწებს უბრალოდ ისეთი თემა იყო ხონდათ შერჩეული და იმ თემაზე საუბრობთ ეხლა მაგრამ ძალიან კარგად მოიტანა ამ სიტუაციას ძალიან კარგია აი მე თუ მომცემთ ნებას ერთ ძალიან მაგარ მაგალითს მოვყვები რა და მინდა რომ მთელმა მოსახლეობამ გაიგოს საბერძნეთი
როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა, ევროპის ქვეყანა, ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის ქვეყანა, ალბათ ყველა მიცით, აღარ უნდა ახსნა ამას. და გეტყვით საბერძნეთში რა მოხდა, ზუსტად და რა ხდება. აი ახლა პარალელურად როგორც საქართველოში. იმ ადგილს საბერძნეთის დედაქალაქია საუბარი. იმ ადგილს ეწოდება გლიფადა. ბერძნები უწოდებენ აი მაგალითად როგორც ვერა, როგორც საბურთალო. იმ ადგილს ქვია გლიფადა. ეს არის ბატონტრისთან რა ადგილია დათენში, იცით? სადაც ძველი აეროპორტი იყო რა. ძველი აეროპორტი. ნუ ეხლა საერთაშორისო დიდი აეროპორტია აშენებული, რომელიც ღებულობს ბოინგებს იმას და დაახლოებით ეს ტერიტორია არის ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტი რომ არის დაახლოებით 1.5-ჯერ ან 2-ჯერ დიდი. დაახლოებით ესე იგი 4 კილომეტრი სიგრძე და 2 კილომეტრი სიგანე. აი აეროპორტის ტერიტორია. დაახლოებით ვამ, ახლა ზუსტად არ გამიზომია, მაგრამ დაახლოებით. გასხვისებულია ეს ტერიტორია. და კაცი შვილმა საბერძნეთში არ იცოდა ეს ჩვეულებრივ მოსახლეობაზე მაქვს საუბარი. ეს არ არის, ადგილობრივი მკვიდრების არ არის. აი გეტყვით მომღვევი. ეხლა რა წარმოვიდგინოთ 4 კილომეტრი და 2 კილომეტრი. აი 4 კილომეტრზე ამ ტერიტორიას გასდევს გზა 4 კილომეტრზე. იმ გზასა და ზღვას ის გლიფადა, ის ადგილი არის ზღვასთან ახლოს. ამ გზასა და ამ ზღვას შორის არის დაახლოებით ეს 220-დან 260 მეტრამდე რა. და გასდევს ეს 4 კილომეტრზე. და მიდის გამალებული მშენებლობა მიდის. აი ამ ტერიტორიაზე. და ესე იგი შენდება ფეშენებლური სადა როგორც აი ამ გლიფადას ტერიტორიაზე რა. აი ამ ყოფილი ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე და ვისია ბატონოტრისთან? არაბების. არაბების. და წარმოიდგინეთ, იდენტურად ისეთი ადგილებია საქართველოში, როგორც იქ ათენში და აი ისეთი ღირსშესანიშნავი და საუკეთესო ადგილია. საწყისი ფასი ბინის რა უნდა ღირდეს 1 კვადრატის 10,000 ევროდან. ეს დოიმაში საბერძნეთში? საბერძნეთში. 1 კვადრატი 10,000 ევროდან. შეხედეთ ახლა ბატონო ტრისთა. მანდ კიდევ თქვათ, ნუ ვისაც დიდი ფული ეკნება მსოფლიოში, ნუ არაბებზია გათვლილი იქ, რომ მთელი ეს ინფრასტრუქტურა, სკოლები, ბაღები, სავაჭრო ობიექტები ამაზე კეთდება და თავისი დასასვენებელი. აი ამ მეორე მხარეს რომ გვახსენეთ ახლა 250 მეტრია ზღვის გზიდან ერთ-ერთ ქალბატონს მემკვიდრს ბერძენ ქალბატონს ქონდა თავისი საკუთარი ტერიტორია რა თავის საკუთრებაში ქონდა შეუთვალეს ესე იგი ამ ესე იგი ვინც არის წარმომადგენლობა ამ შენებლობის წარმომადგენლობა რომ ეს ტერიტორია ქალბატონო ეგებ გაყიდოთ ამან ეგრევე უარი უთხრა ამას გიყვებით როგორც მე და თქვენ საუბრობთ ახლა პირდაპირ ეთერში რა ეხლა მე მაქვს ისეთი კონტაქტები რომ სადაც ჯერავს ვიცი ხო და ამა უარი უთხრა კატეგორიულად ნუ ის გაბრუნდნენ მოაკითხეს მეორე დღეს და უთხრეს რომ რეალური ფასიო საბაზრო ფასიო რაც არისო დაადეთო ამ თქვენ ტერიტორიას იმიტომ რომ ჩვენო გვაინტერესებს ეგ ტერიტორია ჩვენ ვიყიდითო აი უარი უთხრა ისე უარით გაისტუმრა გავიდა 2 დღე და ისე მოვიდნენ მე-13 მოვიდნენ და უთხრეს რომ ჩვენო ისე გავაკეთებთო რომ მონაცვლეობას გაგიკეთებთო რა და ნუ რატო მონაცვლეობას გამიკეთებთო ჩემი ტერიტორია და მაქვსო გათვლილიო მანდო მე ისეთი რამ გავაკეთო რომელიც მე გამომადგება სიბერეშიო მე რა გაბრუნდნენ და ერთ დღეში მოდის აი ამ ქალბატონთან ადგილობრივ საკრებულოს წარმომადგენელი იქ საკრებულოს ქვია ეიფორია ამ ეიფორიის წარმომადგენელი მოდის ამ ქალბატონთან და ეუბნება თქვენო
პირველათო, თურმე, ესე იგი, პირველად რომ დაასახელეთო რა, უარი თქვით და მერე ხო მოვიდნენ, მერე დაასახელეთო, გითხრესო, შემოგთავაზეთო, ამასაც ვერ მიიღებთო და სადღაც მიათ, ესე იგი, 10%-იც არ ნაკლები თანხა შეთავაზა ამ ქალბატონს. ესო აიღეთო, თუ არაო, ხვალიდანო ვიწყებთო ჩვენო, ამ ტერიტორიაზეო, კანონითო, სახელმწიფოს კანონითო, რომ ეს ტერიტორია გამოცხადდებაო სახელმწიფოს ინტერესის ქვეშ და თქვენო დარჩებით საერთოდ ტერიტორიის გარეშე. რა უნდა ეკეთო? სახტად დარჩა ეს ქალბატონი და გროშებზე დათანხმდა და აიღო ეს. ნუ იქან რა გააკეთა მე, მაგრამ ფაქტს გეუბნები. დიახ. ესე იგი, ეხლა რა მიდაბეზე თქვა? ჯერჯერობით ბალანდი არ არის მისული, რომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც იმ შემოგარენში კიდევ ადგილები აქვს, რომ ადგილობრივმა არ დაავალეს, არ უთხრეს. ესე იგი, რომ იქ მიდი. ჯერჯერობით ყიდულობენ იმ ტერიტორიას, სადაც მიუწდებათ ხელი და ვიყიდის. შენ და მე არ ყიდით, ხო? ყიდის, ესე იგი, სახელმწიფო. დიახ. და სახელმწიფო, რომელიც თავის მიწას ყიდის სხვაზე ინვესტიციის შემოდინების ამბავში, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს არაფრით არ შეიძლება. აი ზუსტად რაც თქვენ ბრძანეთ. აი ამაზე არის ამოსაღები, ეს უბრალოდ მოყევი მაგალითი, რომ ხალხმა კარგად გაიგოს რა. და უბრალოდ იმაზე მეტ კოლონიაში არ მოხვდეთ, სადაც ვართ ახლა რა. და იგივე კანონმდებლობით კიდევ. ვართ, ბატონო თემურ, ვიტყვი რომ მე ვხედავ უკვე რა, ძალიან მე დახშირად დავდივარ, კაცო მე ქუჩებში. მე ავტომობილით ფეხით გადავადგილდები, სიმისი მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით გადავადგილდები, მე საკუთარი ავტომობილით გადავადგილდები ქუჩაში. იმიტომ რომ შეუძლებელია ქალაქში საკუთარი ავტომობილით გადავადგილება, ხო? ამიტომ ჩემთვის უფრო მისაღებია და უფრო კომფორტული არის ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხო? ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეხვა ყველგან მაგენი არიან, აბსოლუტურად. თან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი რაღაცა არის. აბსოლუტურად ელექტრონული წარმოება არის გაბილეთიანების. ფული თუ გაქვს და გადამხელუნარიანი ხარ, თქვა სტუმარი ხარ, ხო და არა გაქვს. არა მაქვს კაცო ეს ტელეფონი. სადაც მეუბნებიან გინდა თუ არა აპლიკაცია უნდა ჩაწერო. არ ხმარობ ამ ტელეფონს, კაცო. ესე იგი მოდივარ, გადამხელუნარიანი ვარ და როგორ იცი ჩამოხვალ, გამკოჭავ, აგერ და დამაჯარიმებ 50 ან 100 ლარით. ნუ ეხლა ეგ გასაგებია, ეგ ხო ის მაგრამ მე რას არა, ეს დანიშნულოვანია. მნიშვნელოვანია კი ბატონო, ბევრი რაღაცებია მნიშვნელოვანი. ბევრი პრობლემები არის, გაიგე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, ასაც მე ვხედავ ეხლა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეხლა წარმოვიდგინეთ, თქვენ კიდევ გამეორდები, რომ ახალ წელს მე ვერ მივედი იქ ნაძვის ხედე, კაცო. არა, ეგ ხო საერთოდ ერთი თელი ზარზეები. ეხლა მე კიდევ არის და ეკლესიებზე ისე წარწერებს ააკეთებენ, ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე საშინელ წარწერებს ააკეთებენ, ხო? იმ ისტორიული იმგეზე ძეგლებზე და იმაზე საშინელ წარწერებს აკეთებენ. აგერ ახლა მე დილას 7 საათზე გამოდივარ სახლიდან. დიახ. დილას გამოდივარ 7 საათზე ვარჯიშობ, ხო? და აქ კაჩინსკის ძეგლთან, ხო, გავდივარ რა. დილას ყოველდღიურად 7 საათზე 6 დიდი ავტობუსი დგას. 6 დიდი ავტობუსი დგას და ეს 6 დიდი ავტობუსი ივსება რით? პაკისტანელებით და ინდუსებით. დილა უთენია და სად მიდიან? სასაკეთებენ, ნამდვილად უთენია კაციშვილმა არის. ყოველ დღე ხდება. ყოველ დღე ხდება ეს. 6 დიდი ავტობუსი გაივსება ამ ინდუსებით, ამ იმითი პაკისტანელებით და გადიან. აი ეს ხდება ყოველ დღე სისტემატურად, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, რა საშინელ მდგომარეობაში ვართ, ხო? ეხლა იქ მიწები წაიღეს. აგერ ნელ-ნელა შემოვიდნენ, გაიგე? და უკვე ისეთ განაგლდნენ, გაიგე? აღარაფერს შენ მეორე ხარისხოვნად გაგდებენ, გაიგე? თვითონ აქ ადგილობრივ მკვიდრს. ეხლა მაგას ისედაც გძნობთ საქართველოში. მეორე ხარისხოვანი ვარ. დამოკიდებული ვარ რაზე? მხოლოდ და მხოლოდ ის არის პრიორიტეტი, რომ მომსახურების სფეროში იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს არაფერზე და ის მაგალითი მე ტყუილად კი არ მოვიყვანე. სახშიდაც შემოგაკითხავენ იმასაც იყიდიან თუ არა გაგაგდებენ და ვიზიძალეთ იცი? მოვა ისევ შენი ვითომ შენიანი როგორია. ის არის უკვე ზომბირებული. არა, ისე ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი. ხო, მაგრამ არა, ისე შენიანი. აი ახლა გადავხედოთ რა, აი ამ მამაძაღლე მიშას დროიდელ სიტუაციას და მდგომარეობას. აი ვინ არის სახელმწიფო მართვაში პირდაპირ, აი deep state, ხო? deep state ესე იგი ვემუმები დღე და ღამე, ხო? ბოლოს და ბოლოს ახლა ამერიკელებმა შემოაგდეს ეს თემა დაარქვეს, ხო? ადრეც.
გაძეძგილია მთელი მსოფლიო ამ deep state-ით, მაგრამ ამ დროს თავრობა, ხელისუფალი ხალხს კი არ უნდა დაშორდეს და მიწა კი არ უნდა გაყიდოს და აგრესიულად კი არ უნდა იყოს ხალხის მიმართ. პირიქით, ხალხთან ახლოს უნდა იყოს რა. იმიტომ რომ ჯერ ერთი ვერტიკალი არის და ის ვერტიკალი წვითავს ყველაფერს. აქ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც არის, ის გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს რა. მე რა მინდა იცი ბატონო როცა თემო გითხრა და მე მინდა მარტო თქვენ ხო ეს გადავედით არა სწორი კაცო რიგი ბის ეხლა რა კი არ გადავედით სწორად ვამბობთ ხო არა მე ერთი რამე მინდა ვთქვა ესეთი საკითხები რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელი იყო როგორც ჩანს სახელმწიფო დონეზე აი იმიტომ წაიყვანეს და იმიტომ დაღუნა იმ მადურომ თავი ეხლა ხო ან გარიგდა ან თვითონ ჩაბარდა ან რაღაც მოხდა ეხლა მე ამათ მინდა უთხრა ამათ ჩვენ ხელისუფლებას უთხრა ნუ ახლა იქ მადურა გაურიგდა გამოურიგდა თუ მართლა ჩაატარეს ამერიკელებმა მალე გამოჩნდება სპეცოპერაცია და მართლა მოახდინეს მადურას გაყვანა ქვეყნიდან და დაპატიმრება ეს მაგას კიდევ კითხვის ნიშნები არის მაგრამ მე მინდა ბატონო ბიზნესად თქვენ გითხრათ რა მართლაც დროზე უნდა გადაიდგეს ნაბიჯები და დროზეა გადასადგმელი ნაბიჯები მესთან დაკავშირებით რომ დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება ჩვენს მეზობელთან ჩრდილოეთ მეზობელთან რუსებთან რომ მადურას ყოლებოდა რაღაც გარკვეული სპეცფედანაყოფები რომელიც არის რუსეთში საკმაოდ კარგად გაწვრთნილი და კარგად რომეთქი ორგანიზებული და მას მოეთხოვა რუსეთის პრეზიდენტისთვის რაღაც გარკვეული გარანტიები ქვედანაყოფის შეყვანა ვენესუელაში და მისი უსაფრთხოება ეს მადურას თუ მართლა გაიტაცეს არ დაემართებოდა ხო ამიტომ თქვენ ახლა მე ერთ რაღაცას გეტყვით და შეგახსენებთ. შევარდნაძის დროს არაჩვეულებრივი ეს პროექტი იყო ანტიტერორისტული ბრიგადის შექმნა აჭარაში. ბრიგადის შექმნა ეს იყო ორფრევი ქართულ რუსული, ხო? კიდევ ვიმეორებ. მართლაც არ მოხდეს და მართლაც არ ვიცი ჩვენ რა მოხდება და რა იქნება, მაგრამ ისედაც ხო ხედავ გვიღრენს მთელი ეს deep state-ი და გვიღრენს თქვენ გონიათ ტრამპი აკონტროლებს ყველაფერს ამერიკაში? არ აკონტროლებს, არა. ხო და მართლა ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს. ხო, მართლაც იმაზე ვზივართ ბუშკაზე, რომ იცოდი ამ ლიბერალისტების მხრიდან. და მართლა არ მოხდეს რაღაცა სასწაული და არ მოვიდნენ და არ ჩამოვიდნენ თოკებით ვერტფრენებიდან. გაიგე და არ მოკიდონ ხელი. აგერა თურქეთში აგე ნატო ჯარებით გასა რა პრობლემა არის? არანაირი პრობლემა არ არის, გაიგე? არაფერი მაგ არა აქვს იმის რა ქვია, რომ იტყვი საწინააღმდეგო რომ ისინი არ შემოვიდნენ, არ ჩაატარონ მართლაც ეს ოპერაცია, ხო? ამიტომ ეს ოპერაციები ვარ ჩაატარონ და ასე ვარ აფათურონ ხელი, დროზია ჩასასვლელი მოსკოვში. მოსკოვში დროზია ჩასასვლელი და დროზია დასაწყებით დიალოგი პირველ პირებთან. და არა ვიღაცები აგზავნოთ იქით-აქეთ. არ ჩიდება თქვენ შუამავალი იმასთან პუტინთან. ჩადითად დაიწყეთ სწორი დიალოგი და ამ სწორი დიალოგის საფუძველზე ჩვენ ქვეყანაში რაღაც გარკვეული გამონათება გამოჩნდება. იმასთან დაკავშირებით რომ ქვეყანასაც ეშველება ამდენი ურჯულუები და ამდენი უჯიშუები აღარ შემოვლენ ამ ქვეყანაში ვეღარც მოგტაცებენ. ამიტომ ჩვენ უკვე ჩვენ მიწიანა ვართ მოტაცებულები ბატონო თემური. ჯერჯერობით ჩა. მიწიანა ვართ მოტაცებულები. არის თუ არა საჭირო სასწრაფო წესი დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. ეხლა ძალიან ფაქტის ახაზია ძალიან რთული არის. აგერ მადურა წაიყვანეს ახლა იცახეს რომ გრენლანდიას უნდა წავიღო, გაიგე? რა იცი რა მოუვა თავში იმას ბიჭო, გაიგე და ნუ ეგ მე პრეტენზიები გააჩნია აქ ახლა ირანის თემა არ მოხსნილა ჯერ რა ირანი აქედან ახლა ირანის პლაზმა ჭირდება საქართველოს. ხო რა თქმა უნდა თან ამიერკავკასიაში არავის არ ეგონოს მიჩუმათებული დაძაბულობა რომ არის და ხელი რომ მოაწერა ახლა აზერბაიჯანს და სომხეთმა ეს იქნება მშვიდობა შენარჩუნებული. მან ორივე მხარე ისე ემზადება თქვენ ვაზზე არ ახათ მოსახლეობა რა საერთოდ და ისეთი რაღაცა შეიძლება გასკდეს საერთოდ იმაში კავკასიაში საერთოდ ტყეში კი არა ადგილი ვერ ვიპოვოთ ხო მით უმეტეს აგერ ესე მთელი მსოფლიო ეომება უკრაინაში რუსეთს იმის გამო რესურსების გამო და შავი ზღვის აკვატორია ესე იგი აკონტროლებს. ბრიტანელი ჯარისკაცები დააიყვანეს, თქვენ, ოფიციალური ჯარისკაცები, თქვენ. არაერთხელ. ეგ ეტყობა ძალიან დიდი რაოდენობა იყო თორე მთელი ინსტრუქტორები რო აიყვანეს ამერიკელები და ისხდნენ და ნატოს გენერლები და ის მაგრამ რუსეთი არის დიდი ქვეყანა არის, მას რესურსები გააჩნია, პოტენციალი გააჩნია. ჩვენ სად მივდივართ? კარგი აი როგორც ბატონმა ტრისტანმა თქვა არ მივდივართ ამ მოსკოვში. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მაინც ჩადით.
და ნეიტრალური ტერიტორია რომელი არის გენაცვალეთ უკონტროლო ხო არის იურისდიქციიდან გასული ცხინვალი და სოხუმი სოხუმში ჩავიდეთ და შევხვდეთ რუსულ წარმომადგენლობას ან ცხინვალში შევხვდეთ თქვენ მამაცხონებულებო მაგრამ პირველი პირი ვინც აყავს ჩვენ დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრი ისეთ განცხადებებს აკეთებს ეს არის ავანტიურა პირდაპირ ავანტიურა როდის მოგმართავ თქვენ როდის მორჩება საქართველოში ამ ესე იგი სოროსელების ესე იგი მოყვანა და ამ სოროსელების გაფეთიშება რა იყო დაილია საქართველოში ხალხი კარგი მე არც ყავს გთხოვთ არც თემს და არც საჭმელს მაგრამ არიან ჩემზე მაგარი პროფესიონალი ბიჭები და გოგოები ისინი წაიყვნენ დაასაქმეთ კაცო რა უბედურობა არის განათლების სისტემა რო სოროს ჩაუგდეთ ხელში კაცო სოროსი გააგდეთ საერთოდ საქართველოს რა უბედურობა არის ესა უნგრეთიდან გააგდეთ თავისი სობლიური ქვეყნია იმიტომ რომ იმ პატრიოტი ისყავს პრეზიდენტი ბელორუსიდან გააგდეს ბელორუსიდან გააგდეს აუ ბელორუსიას რო იტყვი აი რუსეთ თუ მე ხარ და შე რაგეს ჩავიდე ბელორუსიაში ნახო კარგი თუ აგრესია არის და იმპერიალისტური არის ეს რუსეთი და იმის ბელორუსის პრეზიდენტის მართული ეხლა ამერიკამ რა გააკეთა რა ქვია მაგას მოიტაცა რა ქვია მაგას გადაცემა ადამიანის გადაცემა ადამიანის კიდე პრეზიდენტის კაცო კრიმინალია სუფთა კრიმინალია კრიმინალი აქ არის აბსოლუტურად სოფლიო დონეზე რასაც ქვია საერთაშორისო ნორმები ეს აბსოლუტურად არის გათელილი არანაირი გაეროს წარმომადგენლობა არანაირი იმის ტრიბუნალი აბა სულ ბოდიში მოვითხოვი აი ნაბიჯით სულ ფეხებზე კიდიათ ესე იგი საერთაშორისო ნორმები და კანონები ბატონო ჩვენ დრო ამოვიწურა ბოდიში და ესე მალე ბატონო რა ვქნათ ეხლა ასია ისეთი საინტერესო თემები არის არა იქ როლში შევედით ეხლა მაგრამ შევედი რო გითხრათ იმადა რაღაც საკითხი მინდოდა მე მომნებო მაგრამ შემდგომში გადაცემაზე თქვენთვის აქ ყოველთვის კარგი არის და გაიხარეთ და თქვენთან და ჩვენი ჩვენ ეხლა დრო ხო ის არ დავიცავით ეს ყველაფერი წესები რაც არის არ გამოგვივა არაფერი გემორჩილებით ბატონო ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებლობა ძვირფასო ხელისუფლება თქვენ გეუბნებით კარგია რასაც საკეთებთ გეთანხმებით და გვერდში გაგიდგებით ყოველთვის მაგრამ გააკეთეთ ის გაფიცებთ მათქმევინეთ რა საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ ვაკვირდები რას აკვირდები რას უნდა დააკვირდე რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეები თქვენ მიხედეთ თქვენ ჩვენ ქვეყანას მიხედეთ ვალდებულება გაქვთ ჩვენ დაგიკვეთეთ და კეთილინებეთ და შეასრულეთ ხალხი ვარ ჩვენ ბიჭო დაანებე მაგალთ დაქიანოს თავის იქით აკეთ ახლა და მაგას ვინ ეკითხება რამეს გაიგე თუ ვინ ეკითხება ვაჭი დაწეროს გაცხადო წავიდე მაგას ასა დაუწერეთ იმას კითხულობს რა თორე მაგაზე პიროვნულად არც ვიცნობ და არც ის არის მოგეთ ეს მე კიდევ ვიმეორებ 2026 წელი დაიწყო რაღაცა სასწაულებით და საღოსრებებით აგერ ადამიანი გაიტაცო პრეზიდენტი გაიტაცო ეს არის გატაცება ახალი ერა დაიწყო ეს არის კრიმინალი არის მე რო ახლა გატაცება კი არა და ესე რომ ვიღაცას ხელი მოუკიდო ჩემსკენ ასე წამოვიყვანო ხო ამაზე ატყდება ერთი ამბავი და შეიძლება ადამიანის გადასების მცდელობის მუხლი მომიყიდო გაიგე და ამაზე დამიჭირო და ბიჭო აგე გაიტაცეს ქვეყნის პრეზიდენტი გაიტაცეს ხო და ამიტომ თქვენს რა გაგიტაცონ გაიგე ხო ხედავ მათთვის არც საერთაშორისო სამართალი არსებობს არც გაერო არსებობს არც ის არსებობს რა ქვია ხაგა არსებობს არაფერი არ არსებობს მათთვის გაიგე თუ კი ესე ძლიერი თურმე ხარ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია ვერანაირი ესე იგი აბსოლუტურად შენ ის ვერ გაჩერებს ის შექმნილი რას იჭირდებათ ეს გაერო გამაგებინი ან ისენი თუ ასეთი რაღაცები არ შეაჩერე გაიგე ის იჭირდება ეს მაგარ გასაუქმებელი რა არის ეს ეს ხომ ბუტაფორია ყველაფერი აბსოლუტურად ბუტაფორია ყველაფერი და ამიტომ არაფერის იმედი არ ქონდეს წადით და ელაპარაკეთ მიტაპირ რუსეთის პრეზიდენტთან მითა ელაპარაკეთ პუტინს ელაპარაკეთ რომ თქვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და იცოდეთ თუ არ გააკეთეთ ეს მოგიწევთ თქვენს მადურასავეთ მეშოქში თავის მოკრა და დამთავრდა ამათ უსაფრთხოებაზე ვილაპარაკოს ხალხის უსაფრთხოებაზეა საუბარი და ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი რა ძვირფასო ტელემაყურებლობა ამათ უსაფრთხოება გაკეთებულებს ზოგ ვილები აქვს ნაყიდი ზოგ ბიჭო ვილებს ასწავლებელში იქაც მიაგდებენ მიწიდან დამოთხნენ თუ მოინდომეს თუ მოინდომეს კი მიწიდან დამოთხნენ ძვირფასო ტელემაყურებლობა ჩვენ რა მოიწურა კარგად ვადებოდეთ ძალიან საინტერესო წელი გვექნება დღეს 2026 წელი და ამიტომ ჩვენ ყოველთვის საინტერესო გადაცემები გვექნება და დარჩით ჩვენ და გვიყურეთ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს
20 საათზე. კარგად მზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ნახვამდის კარგად მზადებოდეთ.